შერმაზანა ასეთი სახელით არის Facebook-ზე გვერდი, რომლის ავტორია ეროვნული ბანკის თანამშრომელია გიორგი შერმაზანიშვილის გატაცება ფოტოგრაფიაა, რაც წარმატებით გამოსდის და არაერთი Facebook მომხმარებლის მოწონებასაც იმსახურებს. ქალაქის ხედების გადაღებით ფოტოგრაფი ტურისტებს საქართველოს ლამაზ ადგილებს აცნობს. ნინი ლონგურაშვილის სიუჟეტში გაიგებთ ეროვნული ბანკის თანამშრომლის გატაცების მთავარ მიზანს. გიორგი შერმაზანიშვილს Facebook მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს. მისმა შემოქმედებამ როგორც ქართველების, ისე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების Facebook გვერდით დაიპყრო. ვირტუალურად საკუთარი ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის ქვეყნის ხედების გადაღებას გიორგი მხოლოდ სამსახურის შემდეგ ახერხებს. ფოტოგრაფი, რომლის ფოტოებმაც ინტერნეტ სივრცე დაიპყრო, უკვე რამდენიმე წელია ეროვნული ბანკის თანამშრომელია. მისი მონაწილეობით მოხდა ლარის სიმბოლოს პროექტის შექმნა, ანგარიშწორების სისტემის დანერგვა და კიდევ სხვა უამრავი პროექტი, თუმცა სამსახურის იქით მისი ჰობი ფოტოგრაფიას უკავშირდება, რომელსაც წარმატებით ასრულებს. ჩემი მთავარი მიზანი იყო რაღაცნაირად ჩემი ქვეყანა გამოეცნო ჩემი უცხოელი მეგობრებისათვის, უფრო ლამაზად წარმომეჩინა. და ეს ყველაფერი ფოტოგრაფიასთან კავშირი ყველაფერი დაიწყო აქედან. სერიოზულად არასოდეს უფიქრია ფოტოგრაფიის მიმართულებით, თუმცა წლების წინ შეძენილმა ერთ-ერთი ბრენდის კამერამ უბიძგა, რომ თავისი ძალები ფოტოგრაფიაშიც მოესინჯა. რაღაც პერიოდში მქონდა ასევე მიდრეკილება ეგრეთ წოდებული time-lapse, ასე ვთქვათ, სფეროს მიმართ. როდესაც ხდება რამდენიმე სურათის კომბინირებით ვიდეოს აწყობა და მას ყველაფერს შემდეგ მოყვა უკვე ის, რომ შევიძინე დრონის მიმართ, ასე ვთქვათ, დიდი ხანია ემოციები გამოჩნდა და მინდოდა რომ მქონოდა თვითონ დრონი, მანამდე მქონდა პატარა დრონები, რომელთაც უბრალოდ სწავლობდი ტარებას. სანამ დრონის სრულად შეისწავლი და იქამდე ორი აპარატი მის გამოუცდილობას შეეწირა. საბოლოოდ კი, როდესაც მზად იყო დრონის სრულყოფილად მართვისათვის, შეიძინა და სახელიც შეურჩია. ხუმრობით ვიძახით, რომ დავარქვა მეთქი და ჩემს მომაწოდა ეს იდეა, იმანაც ხუმრობით მომაწოდა, რომ ქედანა დაარქვიო. გადავწყვიტე მართლაც, რომ ეს ხუმრობისთვის დამიჯერებინა და ესე ქედანა დავარქვი. რომელიც თვითონ DJ საიტზეც სადაც რეგისტრირებული ვარ, იქაც რეგისტრირებული მაქვს ქედანა სახელით. გიორგის ფოტოგრაფიაში არის შესამჩნევი მომენტებიც. მისი ფოტოები უმეტესად ღამით არის გადაღებული, რადგან მთელ დღეს თითქმის სამსახურში ატარებს, თუმცა იმისთვის, რომ ჩვენთვის აეხსნა მისი და დრონის ურთიერთობა, ამისათვის სამუშაო დროის ნაწილი დაგვითმო. ეს არის ჩემი დრონი. ყოველ შესვენებაზე, ყოველზე თუ არა, ხშირად ძალიან ვცდილობ რომ გამოვიდე სამსახურიდან, არც ერთი წუთი არ დავკარგო და ასე ვთქვათ, ამ დრონით მიღებული სიამოვნება გავდავსახო შემდეგ ლამაზ ვიდეოებში და სურათებში. ნიავი როდესაც არის, ცდილობს რომ შეებრძოლოს ნიავს და ერთ ადგილზე სტაბილურად შეინარჩუნოს ადგილი. გარდა იმისა, რომ მე პირადად სიამოვნებს, უშუალოდ ვთქვათ ამ ტექნიკასთან შეხება და იგივე განსაკუთრებული თვალით დანახვა, გარემოსი, ასევე უნდა რომ ეს ვიდეო მასალა, ეს ფოტო მასალა, რომელიც ამ კამერიდან, ამ დრონიდან მოდის, შემდეგ განვათავსო საიტებზე და ვაჩვენო ქვეყნის წარმომადგენლებსაც და მათაც ასე ვთქვათ, გაუზიარო ეს ჩვენი ქვეყნის სილამაზე და ის ღირსშესანიშნაობები, რაც ქვეყანაში არის.